რა არის დე? ჭა. გოდე, ტანსაცმელთან მთხილად. ჭამსეგ. ხვერთა როგორ მეცინება. დედიკო მაგიტო მოვიტანე. კაი და ისე გააფუჭებ. ესენი მოვიტანე შერეულად ყავისთვის. ორი ფორთოხალი მოვიტანე. შანთვის! ეს სადღაც 5 ლარამდე იყო დედიკო ისე და არ დასვა რომ კარტოფილი მოვიტანე, ბევრი და იეტის მოვიტანე და ქლორი. ეს ყველაფერი დილით წავიდე 3 ლარის ბაღში, ანუ გეგას გავაყოლე, წყლები დამრჩა, თან ეს ბოთლების გატეხილი როა, მაგიტომ 9 ლიტრიანებით უყიდე, 1 დონატი და ის წყლები 3 და რაღაც ის იყო მოკლედ. და ის მიამატა. გოდე არაურიო, ნიკა და ნიტა მოვლენ ახლა. ამას აქ დავიდებ, უნდა დავჭრა, წყალი მოვიდა მე მგონი. ამას ერთს გოდეს გავუთვლი. ხო, ყოველ დღე უნდა შეჭამო ეს. ყოველ დღე. ყოველ დღე ვერ შეჭამ დედიკო, მაგრამ როცა მექნება გაჭმევ, ყოველ დღე ვერ. არ ქონდა ეხა ამასაც. დედი, მოდი ეს დამავიწყდა დილით ჯანდაბა. ოხ, გოდე რას გადაეკიდე ამ პულტს და სადგისვია ის შოკოლადი. წყალი დააყოლე. მიდი და ისხი. ბიჭო, აგერ ასხია დროზე გოდერძი, ამცალია 4-თვის გავიდე უნდა ბაღში. მანამდე კარტოფილი უნდა შემწვა. ღმერთო დიდებულო, დადგი, ხო იცი რა არ მოდის წყალი. პირი მოიწმინდა ერთი შენი ჭირიმე რა. სარკეში დაიხედე, ჩაიხედე. აბანოში უნდა მოდიოდეს შენი აზრი, წყალი. ღმერთო. ჰელი გასარეცხები მიდევს აქ. ფუფ, ამ წყალს რო არ დაადგა 100 წელი აქ წყალი არ იქნება. რომც იყვენა 100 წელი წყალს ვერ გააკეთებენ აქ. რამდენი წელია ვცხოვრობთ აქ ხო ჩვენ სოფელში. 27 წელი იქ ვიყავი და წყალი არ ქონია. ხო არავინ არ გვაღირსა როგორც არც სამეზობლოდან, არც ისე, ხო? ჭა გქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ 14 მეტრი არის სიღრმე ჩვენი ჭა ამოთხრილი და მაინც შრება წყალი მან. ხო და სამეზობლოდან წყაროსყლიდან ჩამოიყვანეს რაღაცა და ვისიც იყო ის გვაძლევდა, მაგრამ სხვებმა არ მოგცეს მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან კაი ურთიერთობა გქონდა და გვაქვს კიდევ, მაგრამ მე ჩვენ არ გვეყოფა, მე ასე, მე ესე, რა მნიშვნელობა აქვს წყალი მთელი დღე მოდიოდა, როგორც აქ ზოგჯერ რჩება ხოლმე გარეთ რომ მივდივარ, მოშვებული არის მთელი დღე მოდიოდა წყალი. მთელი დღე მოშვებული ქონდა ხალხს წყალი და ჩვენ არ გვაძლევდნენ. რა ერქვა ამას? აქ კი წყალი არ არის საერთოდ. სულ სადაც არ უნდა წავიდე წყალი არ არის. ჩხალში წყალი არ არის. წყალი არ არის. მართლა. დააქვთ წყალი და იმით არიან. ჭის წყალი აქვთ, რომლითაც მხოლოდ რეცხავენ ტანსაცმელებს და ჭურჭელს იატაკებს. დანარჩენი არაფერში არ ვარ. აი ხა ესეთი კარტოფილი უნდა გავთავრო, რომ მე ერთი ვედრო წყალი მაქვს და იმით გავრეს. ხა ქვემოდან მე ეს რო ამოვზიდო ეს ტაფა, მაგრამ ის ახალი ტაფა უნდა გამოვიყენე, იმიტომ რომ ეს ტაფა გასარეცხი მიდევს აგერ. აი, მოკლედ რაც არის ეგ არის. გავთვლი ახლა ამას. ვიჭუჭუნე, ვიწუწუნე, მაგრამ ასეთი ეს ვიფასებო აქ ცხოვრება და მაგი ვთქვი, წყალი არ არის. ვერ ვიტან წყალი რო არ არის, იმიტომ რომ
სულ საქმე, მაგრამ ბავშვები რო ყავს სახლში, სულ არის საქმე. აბა რა გიჭირს ერთი და ორი ადამიანი რო ცხოვრობ, ხა მე დაალაგებ, დილით გადაუსმე დილოს და всё, ხარ. ყოხტად, ლამაზად. მე ყოველ წუთას საქმე მაქვს, იმიტომ რომ ხან ერთ-ერთი უნდა გეგას შევპირდი, ეხა კაკლის დაგახვედრებ მეთქი დედიკო და არ დავახვედრო. დილით ფაფა მაგის ხათრით ჭამა. იქ არაფერს არ ჭამს, გეგა ბაღში, ადა ჭამს, გეგა არ ჭამს. ხო და ეხა თან მარტში აქვს მე მგონი რაღაცა ღონისძიება, არ ვიცი. როდის ზუსტად რიცხვი არ ვიცი, მაგრამ ხო და ამიტომ მინდა რომ იაროს ბავშვებმა. ერთი ბავშვი ახველებდა, მაგრამ 3 კვირა გააცდინაო და ამიტომ ერთი კვირის მერე არაა დიდად საშიში. ეგ თუ სიცხე არა გაქვს ხო მით უმეტეს რა ვიცი, მაგრამ თუ ყელისა მაშინ იცი სამათ მაუცებ აღება და მაგიტო შემეშინდა, მაგრამ რა ვიცი, დავტოვე მაინც. არა უშავს, ეხა გოდეც ახველებს და დადის. ხო და მე პირიქით ექიმმა მითხრა, სიცხე არა აქვს და არაფერიო და არ გააცდენინო აწი. ერთი კვირა სრულებით საკმარისი იყო, რომ არ გაგიშვიაო და აწიო არ გააცდენინო და ეს რაღაცა აქეთ ბოლო მხარე მეეჭება. ბიჭო გოდეცი მე რო წავედი წვეთობით რაღაცა მოდიოდა. ეხლა საერთოდ არ მოდის. ვერიტან წორას, ვერიტან და რა თქვა? ვერიტან. აი, პატარა თასი მინდა. ჩემო დედაცილმა მაჩუქა გუში ნასკები. აი, ცილივს რომ ნასკი ფეხსაცმლიდან არ მძურება. ხო, სულ ნასკები. ყიდვაში ვარ, ხო ყიდულობ, მაგრამ რა გინდა რომ ყიდულობ? მაინც სულ მძურება ხოლმე, ისეთებს ყიდულობ. ფეხსაცმელში ნასკს რო ვეძებ, გზაზე რომ მივდივარ, როგორია? საშინელება, ხო? არის, საშინელება არის. ლიკას უხარი მოდი მეთქი დროულად, მერე უნდა წავიდე მეთქი ბაღში. და ბავშვები მოვიყვანო თქო. ახლა 3 საათია. ცოტა ბევრი უნდა შევწვა, იმიტომ რომ მოხასაც დავახვედრო. აი მოკლედ ხა ამის გათვლას თქვენ არ გაყურებინებთ, გავცხი და მერე დრო და დრო იმას ვისავ. მოკლედ ეს მარილია. მოკლედ ამასობაში ჩვენ ერთი წამი ყავა გავაკეთოთ. გოდერძი ფორთოხალს მიირთმევს. თან ახალი იმით მოვადუღოთ ლიკა. ხოდე რა დღეში ხარ შვილო? დედა? დია შური, აქ ჩადე. იამადე. გა მანიკურსო მითუთვარინას. ჩქიმს ღავის მაცივარში. მანიკურიც მაცივარში დევს ჩემთან. თაჩკინ ცოტა ახავай. სკოლაში. ორჭიქიანია, მესამე კი ჩავა, მაგრამ რა არის? ამხელა და უყურე.
ხახა მე ნიტას ის რომ შენ თვიცი პატარა თემოზე რო დაგცეპაზე ხო იმაში სადაც შენ პატარა ჭიქა რო გაქვს ნიტას ყავა ის ჩადის სწორი ჭიქა დედა წარმოიდგინე ის რას ეხება გომერე ზოგჯერ ის რას ეხება ზოგჯერ რასაც არსო ერთი ჩავა ეხა ამაში მაგრამ აი აქამდე ის თეთრი აქვს აქამდე რაღაც შიგნით აი ესეთი თეთრი აქვს შიგნით იქამდე არის ეხა ყავა რო გაიგო ალბათ მეტი არ უნდა ჩაას მეგონა ერთი სამი ჭიქა ჩავიდოდა ჩავა მესამეც აპრილის თვეში მოგცე მეთქი უთხარი თუ მომცე მანამდე არ მიქნება მეთქი და კიო წაიღეო კაც ეხა ხო ისინი არ მიცნობენ მე იქ სადაც ვიყავით და საკაცმარიაში ხო არ მიცნობენ თორე ხო მომცემდნენ ყველაფერს მაგრამ არ იციან ჩემი ეს ხასიათი და შენ წინა თქვა იღე იგეთქვა ვარენდობე ნათია მიმიყვანა და ნათიამ უთხრა მაშინ მაგრამ როც ნახე რა არის როც აი ჩურჩულებენ რაღაცას ეჭიანი არ ვარ მაგრამ ვითომ ვინ არისო ეს გოგო თუ რაღაცა ეგეთი რო იკითხა მე დამანებე თავი თუ არ ვახსოვარ მეთქი და არ მინდა ეს ხვეწდა ხვეწნამოდა რა გამოდის და არ მინდა ანიკო დეიდასთან რომ მივდივარ რა არც ერთ გეუბნები ამას ჩემი და აი წავიჯი ხო იქიდან ვარ და იქაური ადამიანი ვუი კიდე მივამატო ერთ ხო არ მეტყვის ეხლა რამდენი მივდივარ ანიკო დეიდასთან ხომ ავიღებ რაღაცებს ანიკო დეიდა ეს ჩეკს არ მომიყავს მომაკ ერთი ან კიდე ამდენია ხო იცი რამდენს ვიღებ რამდენს ვაც ხო და ეს आज आई ასეთი შეჭმხნილი თვალებით ერთხელ არ შემოხედავს და მაგიტოა მე მასთან რომ მივდივარ ძვირფასებო ერთ კვირაში რომ ამანათი მამია კარგი და შემოდებები გაგშვილო ჭხილი დამიზიანდა ხო, მუხასი ისე ჩაუდიათ. ეს მუხა გამომიწერა მე საჩუქრად. ეს მუხასი და მე ჩემი ყოფითა. მოკლედ, იმედია კარგი ექნება. აზონა. 45 გამოიწერა მე მგონი. რა ვიცი, სადაც წერია. ხო, მოკლედ მუხასი არის ეს საზაფხულო აუქრო. და ეხა ჩემი ვნახოთ 8 მარტისთვის მოაღწია, მაგრამ სხვა რა ჩავიცოთ, თორე დასაწყილი კაი ეს იყოს, მაგრამ მის ჩემი ჩექმებიც მიყვარს. ის ტუფლები რო გაჩვენე. ო, ერთი კვირა არ არის. დედა. მამა. დედა, რა ლამაზია. დედა. ო, მართლა ძალიან ლამაზია ხალხო. ეხა სქელინას კი მაცვი ამაზე ვერ ჩავიცე, მაგრამ აი ბავშვებს გეფიცებით ესეთ კარგს არ ველოდი. აი უყურეთ. ძალიან მაგარია. ო, მაგარია. 38-ია. ეს რაზე უნდა ჩავიწო? შავი მინდოდა და შევცდი. შავი მინდოდა მართლა, სულ შავი ეგეთი. შავი არ მაქვს არაფერი. რასთან ჩავიცვა? აი მე გავიზომავ და თან კაი ქუსლზეა იმაზე. მოკლედ მაღალი არ არის, ჩემთვის არის ეს ნორმა. ამით ვირბენ კიდევაც. მოკლედ ესეც მუხას სახელზეა, დაბადების დღის სახელზე მოგიტომ. ხო და 50 ლარსო ხელფასებაზეც მოგცემო და 200 ლარი მექნება ნაჩუქარიო და
მომშორდი აქედანო მითხრა. სიტყვა სიტყვით. რა თქმა ასე რომ მომცა ის გადადებული მაქვს ნესტორნისთვის. всё. რა დამჭირდა იქიდან ზარდულარი. ხოდა? მოკლედ ესე. აი ესე ციფასება ახლა კარტოფილს თლივ, ჭრი, გავთალე ჭრი, დავყრი და 4-ისთვის გავიქცევი რომ ბავშვები მოვიყვანო. დედიკო ჩაუწიეთ. ჭამენ ახლა ესენი. მოგესალმებით ძვირფასებო. ჩემჭიქაში გავიკეთეთ ჩაი. ლიკამ და ნათიამ რომ აჩუქეს. ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცები ხო? ხო, ძალიან. ჩაი ჩავტოვე. ეწამს ამას ავალაგებ. ყველაფერი აქეთ გადმომასხეს ამ ბავშვებმა. მე დღეს ბავშვები არ გამიშვია არც ბაღში, არც სკოლაში, იმიტომ რომ მეწყერი მტკივა ადას ჟუჟღი აქვს და ესე ვართ. იატაკიდან აკრიფეთ ყველაფერი მეთქი. ხოდა მოკლედ ერწამ ცხელ ჩაის დავლევ, მაგრამ კრემის წასვლა მინდოდა. ადა შემორჩა ბოლოს, ამათმა გადაისხეს. ჩაი, სხვაგვარად ამათ აქ ჩემთან არ შეუძლია არც ჩაის დალევა, არც საჭმლის მირთმევა, ყველაფერი არ ძირსყრია ან გოდე მესმის მეიცოდე გაიგე? მესმის რომ დაგიძახეთ ჩამაბარებ. აუ წამალი ჩავდე დაიცათ ერთი წამი თორე რამდენი ხეა ეს არ გამომიყენებია და სახე ჯერ კიდე არ მომირჩა მაგიტო. ხეზგილით დავიბანე, მაგრამ ტყუილად არ უნდა დამებანა, წყალი არ უნდა მივეკარებინა, მე რო უყურებ ჩემ თავს და აბა რა ვქნა. ასე არ ვარ. სპირტის შემცველი ის უნდა ვიყიდო ჩემთვის. სველი სალფეთქი. და იმით გადავიწმენთ ხოლმე სახეს. ესე იგი ეს ჯოხი გეგამ წამოიღო იქიდან სკოლაში უნდა მივიტანოთ საფარიკაოდ მაგრამ ჩემმა მამამ თიმაუთხა ეს არ წაიღო მე გაგიკეთებო კარტს ესეთები აქვს იქ სახლს რო აკეთებს რაღაცებს რა სახლში და ამიტომ ის არ გინდაო ბაბო ის არ წაიღო მე გაგიკეთებო კარგსო ხანჯალს რო გავს ისეცო და იმას გამოგიგზავნიო და ამიტომ ველოდები იმას და ეს არ მიმაქვს. მაგრამ აქ მაინც დააქვს ეს და დაატრიალებს ამ იმას რა ქვია ჯოხს დაასდევს გაცელა მქონდა 3 დღის ეს რა დამილევია ესე იგი ჩემი დედამთილიც გაგჟებული იყო აი ეს თლიანად აი ასე მქონდა აქ ერთ ცლილი და აი აქ ხალხო საშინლად დედა როგორ მტკივა ყელი ვერ ავდექი თავი ვერ წამოვწიეთ ხესგილით გოდე წამოდგა დედიკო სკოლაო და მე ვერ ვდგები დედიკომ შეეს ვერ გაგიშვებ მეთქი და იწექი მეთქი მაგრამ გოდე მაინც დილით ადრე დგება ხოლმე გოდე არ გავს ამათ აი აქ მაგ აი ამაზე მაგ სულ ძალიან პრობლემა დავკარგე
სულ რაღაცას რო ვაკეთებ ძვირფასება, მაგიტომ მომყვა რაღაცაში და სპეციალისტის ბრალი არ არის. ასე რომ თორე ისეთ კაი ფრჩხილებს აკეთებს, ისე კარგად აკეთებს, მართლა ეხა თამოსი რო ვნახე ჩერქეზიასი. აქ მე კომენტარებს ხოლმე ჩემთან მიყურებს და აქ ცხოვრობს ის გოგო რა. კაი გოგოა. ბაღში ყავს ერთად ბავშვები და ძალიან მაგრადაა გაკეთებული, ძალიან მაგრად. ეს ინგლისურზე უნდა წავიდეს. გოდე! მოდი დედიკო! დაიცა გაუშვა. მოკლედ ესე ძვირფასება ახლა მე დავლევ ამას ცოტა ცხელს გოდე გავუშვი. ხო და მიტომ მე შევდგები საქმის თორე ისედაც ძლივს ავდექი და გვიან განსაცმელებიც უნდა გავფინო. ისიც უნდა გავიკეთო. იქნებ მე მიშველოს კომშის მურაბის წვენი და სოდა. მე სულ მშველო და მაგი და ყელისთვის თორე ანგინა რომ აქ. სულ მეუბნებია რომ უნდა გავიკეთო ოპერაცია, მაგრამ მეშინია ხალხო და მაგიტო ვერ მივდივარ, თორე ეგ მაინც იზღვევა და გავიკეთე, მაგრამ ძალიან მეშინია. მაგიტო ვერ მივდივარ. თა რომელია სანდო, ვინ კარგია, ეგეც არ ვიცი უკვე. თორე რა არის მუხას რო გავუკეთეს ერთ დღეში ოპერაცია ისე გამიკეთებენ, მეორე დღეს გავამიშვებ. ან შეიძლება იმ დღესაც გავამიშვებ. ზუსტად არ ვიცი ხა იმ დღეს, მაგრამ გასაკეთებელი მაქვს. როგორ გითხრათ? აი ესეც ცოტა არის, რო გითხრათ, იმ სისხლო ანგინა მაქვს. ყოველთვის არასდროს არ პატარავდება, სუეთის ზომის არის ზოგჯერ აი ესეთ სიცივეებში ძალიან ცუდად მხდის და აი როგორ ვთქვა, როგორც სახეს ეგვიჩდება ხოლმე. ჩირქოვანი აი ესე მაქვს ხოლმე და ძალიან ცუდი, ანუ ორგანიზმს გიშხა, მავსო თუ რაღაც, ეგეთი გიწამლავს, მსგავსი მითხრა მაშინ რამდენი წელი გავიდა ექიმმა, რომ არ შეიძლება ამდენი ჩირქი რომ წავიდეს ორგანიზმში და თრულად ამეჭერიო და იმის შიში რომ აქ მაგიტო ვერ ვიკეთებ ოპერაციას. ეს ჩაიც მოვჩით. ის რაღაც კენკოვანი, მაგრამ გემოკენკრის არაფრის არ აქვს ამას, რა ვიცი, ჩვეულებრივად ჩაის გემო აქვს. საჩუქრის გაკეთება მინდოდა რამის, მაგრამ 8 მარტისთვის გავაკეთე. მანამდე როდის უწევს გოდეს ხვალ უწევს, ხვალისთვის რამეს მოვიფიქრე. გოდე რო დადის მასწავლებელთან, მინდოდა ყურადღებას მიქცევა, მაგრამ დღეს მე არ ჩავსულ მაღაზიაში და მე იმას ვისამ. მე ჩავა გვიან და ხვალ გოდეს გავაკეთე. 8 მარტის სახელზე, იმიტომ რომ 8 მარტს არ იქნება და კვირა არის მაინც. ის გავაკეთე, ხო გითხარით სრულად გაჩერებთ მე. ეს გავაკეთე. ეხა ამას, იმიტომ რომ ეს არის პირველი საჩუქარი გოდესი, მინდა რომ მქონდეს და ლამინირებას გავუკეთებ. და ეგრე შევინახა. მე შეიძლება ჩარჩოშიც ჩავსვი. მაგრამ ლამინირება რო აქ მე რა ვიცი უნდა ჩარჩო. მოკლედ ესე მინდა რომ შევინახო. მიყვარს აი ესეთი წვრილმანი ქვია, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. ასე რომ შევინახავ.
იქ თლად აი როგორც უნდა დაეწერა, იმას ვერ მიხვდა ალბათ, იმიტომ რომ გოდე ქართულში უფრო მოიკოჭლებს. ხო და დედა ჩემი უფრო მიყვარს ვიდრე, აი მაგალითად შეეძლო დაეწერა ვიდრე ჩემი ძმა, ჩემი და ან ვიღაც, ხო? მაგრამ დაწერა ყველაზე მეტად, დედა ჩემი უფრო მიყვარს ვიდრე ყველაზე მეტად, ესე დაწერა, ასე რომ არა უშავს. აქ მაგარ ხაჭაპურს ეწერა და ისედაც ამჩნევია რომ გადაკეთებული აქ, მაგრამ დედიკო, მელი ნიტასაც იგივე ეჭერაო და რო ეთქვა მასშტაბლებს გადაწერილია, ის არ მინდოდაო. მაგრამ სადაც არ უნდა მივიდეთ, ხო? გინდა ხა რესტორანში რო ვიყავით, დედიკო, არც პიცა და არც ხაჭაპური არ იყო ისეთი სენოა ცხობო. ან მოეწონა დარჩა ბევრი ხაჭაპური და ბევრი პიცა დარჩა მართ. ხან წამოიღო აქეთ, მაგრამ თვითონ მუხამ გაასაღარა. გუშინდელ ვიდეოს მივერთებ ახლა ამას, გუშინ ტემოსი რო ჩამომივიდა. პერსაცმელები. ხო და მე იმას მივერთებ და უყურეთ ბოლომდე. და მე დაგემშვიდობებით. ახლა ბედნიერს პოზიტიურ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ სულ ყველას. ახლა თეთრეულები, ტანსაცმელები, რაც ყველაფერი უნდა გავფინოთ ძლივს, ხან გამოიდარებს, ხან მოიღრუბლებს, მაგრამ იქნებ გაშლობა მოასწროს. აქედან მოუხსენი ის თეთრეულები გარეთ გავიტანე, უყურეთ აქ სავსე მაქვს, ერთმანეთზე კიდია, ხო ხედავთ? და იმაზე კიდე თეთრეულები რო გადაკიდო. კიდე ტანსაცმელები რო გადაკიდო, ხომ ტანსაცმელები წუხელ ხამე აქ კამაზე. ზემოთ დავდე, ზოგი მეც ფარდაზეც ჩამოვკიდე, რაც მძიმე არ იყო ისინი. ხო და მოკლედ სწავლობ აქაურიმებს. ეს ზოგი გავაშლე, დავკეთე, შევინახე და ეხლა აი ესენი როდის მოშლება და ის გარეთ რო დავკიდებ ისინი ხო საერთოდ. წავედი, ბედნიერად.